ყველას გვესმის, როგორი მაგარია ჰიალურონის მჟავა ჩვენი სახის კანისთვის, სხეულისთვის და ნუ მოკლედ ყველა ის პროცედურა, რომელიც ჰიალურონს შეიცავს. დაგიტესტიათ თმაზე. ახლა ერთად დავტესტოთ. წუხელ წავისვი მშრალ თმაზე, მაგრამ მოდი ახლა ყველანაირი წესები დავიცვათ და ნამიან თმაზე დავიტანოთ. მშრალ თმაზე ისეთი მაგარი შედეგი მომცა, რომ არ ვიცი და გადავწყვიტე, რომ თქვენთვისაც გამეზიარებით. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი პროდუქტია თმის მოვლის რუტინაში, რომელიც შეიცავს ჰიალურონს. მოდი ჰიალურონის შემცველი თმის პროდუქტზე ზედმეტი ხარჯის გაწევას ვფიქრობ, სუფთა ჰიალურონის თმაზე დატანება უფრო იმუშავებს, ამიტომ ნახოთ. კარგად შევისილოთ. ამის შემდეგ, როგორც სახეზე ვიტანთ ჩვენთვის სასურველ საცხს, ლოგიურად შეგვიძლია დავიტანოთ ჩვენს თმაზეც ის პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ ხოლმე, სანამ დავიტანთ თმაზე. ზოგადად ესეც ეთოვან პროდუქტებს აუცილებლად ხელის გულებით კარგად უნდა გავატბოთ, აი ესე, უნდა გათბეს და შემდგომ უკვე აი წავისვათ. და როგორ ბზინავს ყოველგვარი ბრაშინგის და ყველაფრის გარეშე, ალბათ თავად ხედავთ, მე ვფიქრობ ჩანს ხო კადრში? აი როგორ ბზინავს თმა. მე თმას დავიყენებ გემრიელად ჩემ გემოზე და დაგიბრუნდებით. ასე გამოიყურება ჩემი თმა ბრაშინგის გარეშე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ზოგადად დაისონმა დაიმსახურა ჩემი სიმპათია, იმიტომ რომ იდეალურად აკეთებს თმის ბრაშინგს, არ ვიცი, სასწაულს ჩადის, საოცრებას აკეთებს. მარტივი ბლოუაუთი მზად არის და ესაც საბოლოო შედეგი. ასე გამოიყურება ჩემი თმა.